შვიდი წუთით თბილისიდან რუსთავამდე დედაქალაქსა და ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრს მალე ახალი ჩქაროსნული გზა დააკავშირებს. მშენებლობა იწყება. 17 კილომეტრიან გზაზე 64 ზოლიანი სავალი ნაწილი იქნება. მაგისტრალი ბაქო-თბილისის შემადგენელი ნაწილი იქნება. ახალი გზის მშენებლობა საფუძველი პრეზიდენტმა ჩაუყარა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება. ეს რუსთავის ისტორიული დღეა გადაჭარბების გარეშე. ეს დიდი ტრადიციების სახელოვანი ქალაქი თავისი დიდი ისტორიით, როგორც ინდუსტრიის დედაქალაქი, ასევე საქართველოსი პირველად დაუკავშირდება თანამედროვე ავტობანით საქართველოს დედაქალაქს. გზა ძირითადად დასრულდება, ძირითადი ნაწილის მისი მშენებლობა უკვე მომავალ წელს და სავალი მანძილი საბოლოო ჯამში როცა ის დასრულდება რუსთავის გასასვლელიდან თბილისის ცენტრამდე იქნება 7 წუთი. ეს არის მართლაც ისტორიული მოვლენა რუსთავისთვისაც, თბილისისთვისაც. იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ეს გზა უკვე ავტობანი გაგრძელდება საზღვრამდე, შეუერთება ამ ავტობანს, რომელიც ბაქოდან მოდის თბილისისკენ. ეს მოგცემს საშუალებას ის პროცესები, რომელიც დაიწყო რუსთავში, ინდუსტრიული, სავაჭრო, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით, ხალხის დასაქმების სამჯერ დაჩქარებული ტემპით წავიდეს ამ გზის აშენების პარალელურად და ამ გზის აშენების შედეგად. ეს გზა არა მხოლოდ თქვენ გასაქმებთ, ჩემო მეგობრებო. ეს გზა ასაქმებს აქ დასაქმებულ სპეციალისტებს, არამედ ეს გზა დაასაქმებს 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტ რუსთაველებს, თბილისელებს, იმიტომ რომ ხდება სინერგია, ურთიერთშერწყმის ეფექტი ამ ორი განსხვავებული, განსაკუთრებული ქალაქის და ხდება ახალი სრულიად უნიკალური შესაძლებლობების, არ ნახული აქამდე შესაძლებლობების გაჩენა თითოეული ჩვენგანისთვის. მე ვამაყობ, რომ არ ამ გზის დასაწყისის სათავეში, მე ვამაყობ, რომ მისი ძირითადი ნაწილი დამთავრდება ჩემი საპრეზიდენტო მეორე ვადის ამოწურვამდე, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ სხვა აღშენებრივი პროცესები. ეს არ უკავშირდება მხოლოდ ვადებს, არავადებს, ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს ვაშენოთ შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში. და ეს არის ამ აღშენებლობის ამ დღეს მე პირადად ძალიან დიდი ხანია ველოდი და დღეს ვარ ძალიან ბედნიერი. ამიტომ მინდა მოგილოცოთ, მიულოცო რუსთავის ხელმძღვანელობას, მიულოცო რამაზ ნიკოლაიშვილს და მის სამინისტროს, მიულოცო თითოეულ რუსთაველს ამ აღშენებლობის დასაწყისი. ეხლა უნდა აქ გუგუნდეს ტელეტექნიკა და ჩვენ უნდა დროზე ჩქარა ეფექტურად გავიყვანოთ ეს გზა ძალიან მაღალი ხარისხის. მისი დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება რომ ადამიანმა თბილისიდან რუსთავის ცენტრში სულ რაღაც 7-8 წუთში ჩამოვიდეს, რაც დამშილოვანია, ესეც გადატვირთული გზა არის, უამრავი ბაზრობაა განლაგებული, ეს დამშილოვანია, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომფორტულად ადამიანებს რუსთავიდან შეეძლებათ იმოძრავონ თბილისის მიმართულებით. ცხოვრობ რუსთავში. მუშაობს საგზაოზე, გრეიდერზე, ტრაქტორზე, კმაყოფილია.